ადამიანის ცხოვრებაში შესაძლოა რაღაც ახალი ეტაპი დაიწყო. ხედავ, რომ შეიძლება გქონდეს ნოსტალგიები შენთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. ძალიან ხშირად იხსენებდეს ამ ყველაფერს და ათვალიერებდეს სოციალურ ქსელებში შენს მიერ დადებულ ვიდეოებს, ფოტოებს. ვფიქრობ, რომ მასში რაღაც შეიცვალა ძალიან დიდი დოზით. და თუ აქამდე ის არ იყო საკმარისად მომწიფებული იმისთვის, რომ ეფიქრე შენთან ოჯახზე, ან სერიოზულ ურთიერთობაზე, თითქოს ახლა შეიცვალა რაღაც მასში. ეს ადამიანი არის საკმაოდ ჩაკეტილი თავის თავში და საკმაოდ დიდ ასე ვთქვათ, წინააღმდეგობებშია. თითქოს ეს ადამიანი საკუთარ თავს ებრძვის იმისთვის, რომ შეცვალოს რაღაცები თავის ცხოვრებაში. მას უნდა ძალიან დიდი და რადიკალური ცვლილებების განხორციელება. შენზე ფიქრობს, რომ შენ უკვე წასული ხარ მისგან და ხარ ისეთ გარემოში, სადაც ძალიან კმაყოფილი ხარ და თითქოს მასთან დაბრუნება ან ურთიერთობის აღდგენა შენთვის არის უკვე ძალიან დიდი თავის ტკივილი და არ არის ყველაფერი შენთვის მისაღები, რადგან ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ხარ, ძალიან სავსე ხარ და კმაყოფილი საკუთარი თავით. ეს ადამიანი დარწმუნებულია უკვე, რომ შენ გასული ხარ ამ ურთიერთობიდან და გაქვს საკუთარი თავი ნაპოვნი. მასში ახლა ხდება ძალიან დიდი ცვლილებები, თითქოს ეს ადამიანი იწყებს გამოღვიძებას და სრული წვეთვალით იწყებს შენს დანახვას, ვიდრე აქამდე გხედავდა. მაგრამ თან თითქოს მუდმივად ეჭვი-ეპარება ამ ყველაფერში, რომ გიყურებს, რომ შენ სოციალურ ქსელებში შეიძლება ჩანს, რომ ხარ ძალიან კმაყოფილი, ძალიან სავსე, ძალიან აქტიური და ზოგჯერ ეჭვი-ეპარება მაშინ, რომ ხო არ იტყუება და იქნებ სინამდვილეში ესე კარგადაც არ არისო. და ძალიან დიდ დანაკარგშია რეალურად ეს ადამიანი და შენ რო გიყურებს, რომ ხარ ესეთი წარმატებული, ესეთი კმაყოფილი შენი ცხოვრებით, ცოტა ნერვებს უშლის ეს, რადგან იმედი გქონდა, რომ მის გარეშე ესე კარგად არ იქნებოდი და სწორედ ეს იყო მისთვის კოზირი, რომ ისე უკან დაბრუნებულიყავი მასთან, თუმცა ეს ასე არ მოხდა და შენ სრულიად მარტო ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიე ცხოვრებაში და რაც ამ ურთიერთობიდან გათავისუფლდე, პირიქით თითქოს უფრო და უფრო წინ წახვედი, რადგან შენ ამ ურთიერთობის სახით ძალიან დიდი ტვირთი მოგეხსნა. მოდი ვნახოთ რა ტრანსფორმაციას გადის ახლა ეს ადამიანი და რა ცვლილებას გადის თავის ცხოვრებაში. ცვლილება არის ის, რომ თითქოს ეს ადამიანი იწყებს გააზრებას იმის, რომ შეიძლება ხშირად ამბობდა შენთან, რომ აი უნდოდა ოჯახი, ან უნდოდა რაღაც ისეთი ურთიერთობა, რომელიც იქნებოდა სტაბილური, მაგრამ აქ უკვე თვითონ ხედავს, რომ რეალურად ეს მისი მხრიდან მხოლოდ ცარიელი სიტყვები იყო და ამ ყველაფერს ვერაფრით ვერ ამყარებდა და არც არაფერს არ აკეთებდა იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა გამხდარიყო უფრო მეტად სტაბილური და რამაც გამოიწვია შემდეგ თქვენი გზების გაყოფა და რამაც გამოიწვია შემდეგ ისეთ ენერგიებში გადასვლა, სადაც ორივე თითქოს ცალ-ცალკე ვითარდებით და ცალ-ცალკე მიდიხართ
თქვენს გზაზე. მოდი ვნახოთ, გადაიკვეთება თუ არა თქვენი გზები ისევ მომავალში. აქ ჩანს, რომ შენ ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ ადამიანზე, ცდილობ აწონ-დაწონო სიტუაცია და გიჭირს გადაწყვეტილების მიღება, სამუდამოდ წახვიდე თუ მისცი ამ ადამიანს კიდევ ერთი შანსი. მაგრამ ჩანს მომავალში, რომ თუ ეს ურთიერთობა მიიღებს კიდევ ერთ შანსს, არის საშუალება იმის შესაძლებლობა, რომ ეს ურთიერთობა სრულიად ახალ ფორმატში დაიწყოს და ახალი სიტუაციები განვითარდეს აქ, რომელიც იქნება უფრო ჩამოყალიბებული, უფრო ზრდასრული ადამიანის ურთიერთობა. მაინტერესებს, რა ენერგიებში იყო ის ადამიანი, როდესაც დაშორდი და რა ენერგიებშია ახლა. ეს ადამიანი, როცა დაშორდი იყო, ძალიან ჩამოუყალიბებელ მდგომარეობაში, თითქოს ცდილობდა, რომ შენთვის რაღაცები დაემტკიცებინა, მაგრამ არ იყო ეს ადამიანი სუმთლად ჩამოყალიბებული საკუთარ მიზნებში, საკუთარ გადაწყვეტილებებში და თავის ჩამოუყალიბებლობას თითქოს რაღაცნაირად შენ გაბრალებდა რა, მაგრამ სინამდვილეში შენი ბრალი არ ყოფილა ეს, იმიტომ რომ შენ იმდენად იცოდი ამ ურთიერთობაში ვინ იყავი, სად იყავი, რა გინდოდა, საით მიდიოდი, რომ ამ ადამიანს აკომპლექსებდა ეს ყველაფერი რა და რაღაცნაირად ტრიგერდებოდა, რომ შენი წარმატებები, შენი წინსვლა, შენი პიროვნული რეალიზაცია და განვითარება ამ ადამიანს არ გრძნობინებდა, რომ თვითონ იყო რაღაცნაირად ჭაობში და თვითონ იყო გაჭედილი და არ იყო მყარი თავის გადაწყვეტილებებში და რეალურად ის გაბრალებდა ამას შენ, მაგრამ რეალურად არ ყოფილა ეს ყველაფერი შენი ბრალი, რა თქმა უნდა. ახლა რა ენერგიებშია? ახლა ეს ადამიანი თითქოს იკრებს ენერგიებს და ცდილობს გადავიდეს უფრო მეტად პოზიტიური ენერგიებში, სადაც ეს ადამიანი იწყებს სინათლის დანახვას როგორც სამყაროში, ასევე შენშიც. ცდილობს, რომ ამ გაურებული მდგომარეობიდან გამოვიდეს, სადაც გადაწყვეტილებას ვერ იღებს და შევიდეს უფრო მეტად სავსე ენერგიებში, სადაც იქნება უფრო მეტად თვითკმარი და უფრო მეტად კმაყოფილი საკუთარი თავით. იმიტომ რომ ამ ადამიანის, ასე ვთქვათ, შინაგანი ფოთვები, ეშმაკები, რაც თავში ყავდა, არასნაირად ხელს უშლიდა ამ ურთიერთობას განვითარებაში და როცა მარტო დარჩა ეს ადამიანი, უფრო მეტად დაინახა საკუთარი თავით, რა სიტუაციაში იყო და დაგინახა შენც, რომ რეალურად როგორი ნათელი, როგორი პოზიტიური ენერგიები გაქვს და როცა მარტო დარჩა, თითქოს ეს სინათლე გამოეცალა და დარჩა სრულ სიბნელეში და დაინახა აუცილებლობა, რომ იცი რა, მეც მჭირდება სინათლე, მეც მჭირდება პოზიტიური ენერგიები და უნდა ვისწავლო, რომ მე თვითონ შევძლო ამ ენერგიების გამომუშავებაო და თითქოს ძალიან დიდი ტრანსფორმაცია გაიარა ამ ადამიანმა და ძალიან დიდი სინათლე იპოვა საკუთარ თავში, რომელიც აღარც ეგონა რომ იყო მასში, იმიტომ რომ შეიძლება ამ ადამიანს ძალიან ბევრი სირთულეები ქონდა გამოვლილი, ძალიან ბევრი ტრავმა ქონდა, დეპრესიული მდგომარეობები და მოკლედ აღარაფერი რო არ ახარებს ადამიანს ისეთ სიტუაციაში იყო. მომავალში აქ ჩანს, რომ აუცილებელია მოხდეს სწრაფი ცვლილებები, ასევე ვხედავ, რომ ეს ადამიანი არის გადასული რაღაცნაირად ბალანსის მდგომარეობაში, შეიძლება რომ ნახო ეს ადამიანი ვეღარც გეიცნო, იმდენად შეცვლილია, იმდენად გაწმენდილია, მისი ენერგია გასუფთავებულია, იმიტომ რომ ძალიან რთული პროცესები გაიარა ამ ადამიანმა და თითქოს მასში რაღაც ახალი სიცოცხლე გაიხსნა. დიშით კამერას დავეჯახე. მოდი ვნახოთ რა განვითარება ექნება ამ ურთიერთობას და იქნებით თუ არა ისევ ერთად. იქნებით თუ არა ისევ ერთად, ეს მომენტი არ ჩანს.
ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ახალ წლამდე პერიოდში თითქოს მაინც დამოუკიდებლად ხდება შენი განვითარება და შენი გზის გავლა, თუმცა შეიძლება იყოს მოლოდინის პროცესებში და შეიძლება გქონდეს საკუთარ თავთან რაღაცნაირად ძიების მომენტი. ამ ადამიანს ისევ არ ენდობი, ისევ გონია რომ შეიძლება მოგატყუოს, ისევ გონია რომ შეიძლება დარჩე იმედგაცრუებული ამ ურთიერთობაში, ამიტომ შესაძლოა ძალიან ფრთხილობ და ისევ თავიდან კიდევ ერთი შანსის მიცემას მისთვის. და აქედან გამომდინარე, რაღაცნაირად შენ თვითონვე ამ ადამიანთან გიჭირავს დისტანცია და ცდილობ რომ ახალ წლამდე პერიოდში ყოველ შემთხვევაში დამოუკიდებლად განავითარო შენი ცხოვრება და შენი ენერგიები. ახალი წლის შემდეგ კი არის შანსი რომ თქვენ ისევ შეხვდეთ ერთმანეთს, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდება იმ შემთხვევაში თუ მართლა არის ეს ადამიანი შეცვლილი და მართლა აქვს ეს ტრანსფორმაცია გავლილი. რაღაცნაირად შენში იგრძნობ შენ ენერგიას, რა აი ქვეცნობიერიდან თითქოს რაღაცნაირად შეიძლება სიზმრიდან იყოს მინიშნება, შეიძლება რაღაცნაირად ან ტაროლოგიური გაშლიდან პრინციპში ხო შეიძლება იყოს მინიშნება, რაღაცა მინიშნებები იქნება მოკლედ, რომელიც შენ გეტყვის რომ დროა რაღაცნაირად წახვიდე რაღაც ახალ გზაზე და დროა რაღაცნაირად გაეცალო იმ სიტუაციას, რომელშიც ახლა ხარ. თითქოს სამყარო მოგცემს მინიშნებებს და შენ ამ მინიშნებებს უნდა გაყვე და როდესაც შენ ამ ადამიანს კიდევ ერთხელ ნახავ და კიდევ ერთხელ შეხვდები და ხედავ ამ სიტუაციას, შესაძლოა შენ თვითონ იყოს საკმაოდ მძიმე ენერგიებში, ცოტა დეპრესიულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ არც გქონდეს მოლოდინი, რომ აი ამ ადამიანთან შეიძლება რამე გამოვიდეს. და თითქოს აღარ გინდა რომ შენი ენერგია ამ ადამიანს დაახარჯო, აღარ გინდა რომ ისევ თავიდან განიცადო ის ტკივილი და ის იმედგაცრუება, რომელიც ერთხელ უკვე მოგიტანა ამ ადამიანმა. და აქ ჩანს რომ შენ აღარ ენდობი მარტივად ამ ადამიანს და ისე მარტივად აღარ შედიხარ ურთიერთობაში და ცდილობ რომ რაღაცნაირად აიღო პაუზა და აიღო შენი გადაწყვეტილებისთვის დრო. იმიტომ რომ აქ შენ გჭირდება როგორც არჩევანის გაკეთება, ისეთი არჩევანის გაკეთება, რომელიც შენთვის იქნება ბედნიერების და სიხარულის მომტანი და პირველ რიგში შენ არ გინდა არჩევანი გააკეთო ბრმად და ეს ძალიან სწორია და სწორედ ამისთვის შენ ითხოვ დროს და ასევე შენ გჭირდება დრო ძველი ჭრილობების განკურნებისთვის და ამ ადამიანს თითქოს რაღაცნაირად საგამოცდო იმას აძლევ რა პერიოდს. აი სამსახურში რო აყავთ ხოლმე ადამიანები და წინასწარ რო აქვთ ხოლმე რაღაცა პერიოდი, რაღაც ეგეთი სიტუაცია, რომ აი აბა რას იზავს და როგორ მოიქცევა. თავიდან არ შედიხარ ურთიერთობაში, უბრალოდ რაღაც არც მეგობრობას იწყებ ამ ადამიანთან, არც რა არაფერს, უბრალოდ რაღაცა როგორც შენთვის ნაცნობი ისია ეს ადამიანი, რომ აი რაღაცა კვირაში ერთხელ რო დაგირეკავს და დაელაპარაკები. და შენ ტესტავ რეალურად ამ ადამიანს იმაზე, რომ აი აბა როგორ უყურებს სამყაროს, როგორ ხედავს, საით მიდის ცხოვრებაში. აი შენი მიზანი არის ის, რომ დააკვირდე როგორია ეს ადამიანი ყოველდღიურობაში რა. აი როგორ ცხოვრობს, იმიტომ რომ შენ ხო იცი როგორ ცხოვრობ და ადრე როგორ იქცეო და რა ღირებულებები და ფასეულობები ქონდა, როგორ იყო მისი ყოველდღიურობა და რაღაცნაირად როცა ურთიერთობთ ადამიანთან, მე მისი ყოველდღიურობა ჩვენზეც გადმოდის, ხო? და ეს ყველაფერი შენ არ მოგწონდა და სტრესავდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ ჩანს რომ ეს ადამიანი იყო საკმაოდ დეპრესიულ ენერგიებში და საკმაოდ რაღაც გაჭედილ მდგომარეობაში თავის ცხოვრების გზაზე და ეს მისი
გაჭედილობა ცხოვრებაში შენს გამოხრუჭებდა ძალიან დიდი დოზით და არ გაძლევდა წარმატების მიღწევის საშუალებას. ეს ადამიანი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო შენი მუხრუჭი. ხო და ეხლა ზუსტად ამაც აკვირდები, რომ აბა რას შვება ეს ადამიანი აქტიურობს, მოძრაობს, წინ მიდის, აქვს რაღაც სამომავლო გეგმები, აპირებს, რომ რაღაცა შეიძინოს, რაღაცა საქმე დაიწყოს, ბიზნესი, ან რა ვიცი, რაღაცა იხოდება ნელ-ნელა თუ ისე მდგომარეობაშია და აი სწორედ ამ დაკვირვებას შემდეგ შენ მიიღებ შენს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, როგორ უნდა მოიქცე. ორი წამით გავაგრძელებ. არკანი ჩამივარდა. და ამის შემდეგ შენ უნდა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი და სამართლიანი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს სამართლიანი როგორც შენთვის, ისე ამ ადამიანისთვის. აბა ნახოთ რას გააკეთებს ეს ადამიანი და გაამართლებს თუ არა შენს იმედებს. რეალურად რა გეგმები აქვს ამ ადამიანს სამომავლო. მოდი ნახოთ თქვენს ურთიერთობაში იქნება ახალი თავი ამ ყველაფრის მერე თუ ეს არის დასასრული ყველაფრის თუ იქნება აქ ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი რეალურად იქნება თუ არა ეს ახალი თავი. იმიტომ რომ ეს ადამიანი კი არის საკუთარ თავთან ბრძოლაში, მაგრამ ჯერჯერობით ეს ბრძოლა ისევ პროცესია. და სწორედ ამიტომ სამყარო გებნება, რომ შენ უნდა გააგრძელო შენი წინსვლა, შენი საქმე, მუშაობა, რა რისთვის ეს ახლა იბრძვი და რასაც ახლა აკეთებ და მგონია რომ ეს ადამიანი ნელ-ნელა შემოგეწევა თვითონაც. წამოგეწევა. ხო, შენ არ უნდა დაამოხრუჭო რა შენი ცხოვრება, მაგრამ და ამ ადამიანს არ უნდა დაელოდო, იმიტომ რომ თუ შენი ღირსია ეს ადამიანი აუცილებლად წამოგეწევა გზაში, მოკლედ თუ შენია დაბრუნდება, გაუშვიო, რაღაც ეგეთი გამომივიდა. აქ არის რაღაც მის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები ჯერ კიდევ გასავლელია. ამ ადამიანმა კიდევ ბევრი რაღაცა უნდა ჩამოაგრიოს თავის თავში, კიდევ ბევრი რაღაცა უნდა შეცვალოს იმისთვის, რომ შეძლოს მოგცეს ის ყველაფერი, რისი მოლოდინი შენ გაქვს. და დასრულებული არ არის ეს პროცესები. მოდი როგორ ხედავს სამყარო და ხედავს თუ არა მომავალში ამ ურთიერთობას. აი, ნახეთ ძალიან ჯერჯერობით ეს ურთიერთობა ჩანს ცოტა პოტენციალი ეს ფორმით რა, არის პოტენციალი, მაგრამ კაცმა არ იცის ვინ რას იზავს და როგორ გამოიყენებს. მაგრამ ეს ადამიანი მიდის ბალანსისკენ. რა გზის გავლა უწევს და რა დრო დასჭირდება იმისთვის, რომ ამ ბალანსამდე მივიდეს. იცი რა არის? ჯერჯერდება ამ ადამიანს, რომ დაინახოს, რომ შენ მართლა წახვედი ამ ურთიერთობიდან, იმიტომ რომ რაღაცნაირად მინიშნებებს და შენი ენერგიებიდან ჯერ კიდევ გრძნობს, რომ ბოლომდე არ ხარ წასული და რაღაცნაირად ჯერ კიდევ გაქვს დატოვებული მასთან ენერგიები. აქ ჩანს, რომ ამ ურთიერთობაში შეიძლება თუ გაწყვეტილია კავშირი რაღაცნაირად აღდგეს, ან რაღაცნაირად კამათი იყოს თქვენ შორის რაღაც საკითხზე. და აი ამ კამათის შემდეგ ეს ადამიანი მიიღებს რაღაც რადიკალურ გადაწყვეტილებას. და ეს რადიკალური გადაწყვეტილება იქნება, რომ გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ახლა არის. ან შეიძლება მის ცხოვრებაში მოხდეს რაღაც ისეთი, სადაც ის დაინახავს, რომ ბრძოლა საჭირო. და ჯერჯერობით თითქოს ეს ადამიანი არ იბრძვის. რაღაც ჭირდება ამ ადამიანს თითქოს რისთვისაც იბრძოლებს, რადგან ამ ეტაპზე იმდენად დეპრესიულ მდგომარეობაში, იმდენად ჩაკეტილია, რომ ყველაფერი სულ ერთია ამ ადამიანისთვის.
მოდი ვნახოთ, რას გეტყოდა ეს ადამიანი. რას გეტყოდა ეს ადამიანი ახლა? ეს ადამიანი გეტყოდა, რომ აღარ უნდა კამათი, აღარ უნდა ბრძოლა, რომ დაიღალა ამ ყველაფრით და რომ ეშინია, რომ თუ შენთან შეიძლება ეს ურთიერთობა ესეო კამათში და ბრძოლაში გადაიზარდოს და შენ ვერ დაინახო მისი გულწრფელი სინანული და მისი გულწრფელი სიყვარული შენს მიმართ. კიდევ რას გეტყოდა? გეტყოდა, რომ ამ ადამიანს უნდა რომ შეიცვალოს და შეიცვალოს რადიკალურად და თავის ცხოვრება უკვე მიყავს ამ მხარეს, სადაც ის იქნება ბევრად ნათელ და პოზიტიურ ენერგიებში. ის უარს ამბობს ძველ იდენტობაზე და იმაზე, ვინც იყო ადრე და ირჩევს ახალს. კიდევ რას გეტყოდა? გეტყოდა, რომ იცის, რომ ძალიან ბევრი манипуляცია გამოიყენა შენთან ურთიერთობაში და იმ ყველაფრის მისაღებად, რაც მას უნდოდა, რომ მიიღო ამ ურთიერთობიდან. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი манипуляტორია, თითქოს აქვს განცდა, რომ იცი, რომ მე სიყვარულით ვაკეთებდი ამას და მე მინდოდა, რომ შენთან რაღაც ლამაზი მომავალი მქონოდა. და ასნაირად თითქოს თავის თავს ცოტა იპრავებს რა, რომ მე რა რომ манипуლირებდი, სამაგიეროდ ჩემი განზრახვა იყო ძალიან კეთილი და კარგი შენთან მიმართებაში. კიდევ რას გეტყოდა? კიდევ გეტყოდა, რომ დაიც რაღაცნაირად გამაჩუმა ამ არკანებმა ისე, რომ მინდა სწორად მოვიდეს ენერგია. ნათი არკანი კიდევ დავამატო. გეტყოდა, რომ იცის როგორ ჩაახშო რეალურად შენში ძალიან კარგი და პოზიტიური ენერგიები. იცის, რომ შენში ჩაახშო ბავშვური ენერგია და არ დააფასა ის სიყვარული და ის რაღაც პოზიტიური ენერგიები, რასაც მის მიმართ გასცემდი და ძალიან ცუდად დაგიბრუნა ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი აქვს გააზრებული, მაგრამ ახლა გადავიდა ისეთ ენერგიებში, სადაც თითქოს თქვენ შორის აღარ არის ის ძალიან დიდი განსხვავება, რომელიც იყო ადრე. ეხლა თქვენ აღარ ხართ რაღაცა სიბნელე და სინათლე, რაღაცნაირად ურთიერთსაპირისპირო ენერგიებს აღარ ატარებთ, არამედ თქვენი ენერგიები არის ძალიან მსგავსი და ნათელი და ეს ამ ადამიანმა თითქოს გაიარა ეს ტრანსფორმაცია. ეს ადამიანი გეტყოდა, რომ ვიცი, რამდენად არა ჯანსაღი დამოკიდებულება მქონდა ძალიან ბევრ საკითხზე. ვიცი, რამდენად გზღუდავდი და ვზღუდავდი შენში იმ რაღაც პოზიტიურ ენერგიებს, სინათლეს, სიხარულს, ბავშვობას, თავგადასავლების წყურვილს და მეგობრებთან ურთიერთობას, რომელიც შენ ძალიან გჭირდებოდა და მე თითქოს ამ ყველაფერს გართმევდი, ეს ვიცი და ამის გამო ნამდვილად ვიმსახურებ, რომ შენ აღარასდროს დაბრუნდე და სამუდამოდ წავხვიდე ჩემი ცხოვრებიდან. ასეთ ეს ადამიანი ცოტა თვით გვემაშიც არის თითქოს გადასული. და ძალიან დიდ დანაშაულის შეგრძნებას ატარებს. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ შენ უკვე ხარ შენ სიმყარეში, უკვე მიიღე შენი გადაწყვეტილება, ჩამოშალე ეს ურთიერთობა და აღარ დაბრუნდები მასთან არასდროს, იმიტომ რომ შენ უკვე სხვა მხარეს იხედები და მან რომ შემოგთავაზოს ძალიან გულწრფელი სიყვარული და ნამდვილი სიყვარული, თითქოს ეს ყველაფერი აღარ გინდა.
კაი, მოდი რჩევა ამოვიღოთ და ნელ-ნელა დავასრულოთ ეს ლაივი. რჩევა არის ის, რომ შენ უნდა წახვიდე რაღაც სიტუაციიდან თუ რაღაც გეგმა გაქვს სხვა ქალაქში წასვლის, სხვა ქვეყანაში წასვლის, რაღაცის შეცვლის შენ ცხოვრებაში და რაღაც ახალ გზას გინდა დაადგე, სამყარო გეუბნება, რომ ეს იქნება ძალიან სწორი გადაწყვეტილება. ასევე აქ ჩანს, რომ აღამ ურთიერთობაში შესაძლოა არ არის პრინციპში რა ჯერ რაღაცები როგორც თქვი დამუშავებული ბოლომდე და თუ მოხდა ისე რაღაცნაირად რომ შერიგდით და შერიგება მოხდა ეს ურთიერთობა ეგრევე არ გადავა რაღაც ახალ ეტაპზე და ეგრევე არ დაიწყება რაღაცა ბედნიერი ცხოვრება ხო მიხედავთ იმისა რომ მსგავსი ენერგიებია, იმიტომ რომ აქ იქნება რაღაც წარსულის ტრამვები და პრობლემები მოსაშუშებელი. აქ უნდა გაირკვეს სიმართლე ამ ურთიერთობაში და ამ ადამიანმა რეალურად უნდა მოგიხადოს შენ ბოდიში იმ ყოველფრის გამო, რაც გააკეთა. და ეს ბოდიშიც რეალურად არ არის საკმარისი, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს და თუ ეს ადამიანი იმდენად ამაყია, რომ ბოდიშის მოხდა არ შეუძლია შენთვის და საკუთარი შეცდომების აღიარება არ შეუძლია, მაშინ შენ ამ ადამიანს არ უნდა მისცე მეორე შანსი. რადგან უბრალოდ არ იმსახურებს ისეთი ამპარტავანი ადამიანი, რომელმაც იცის რომ დააშავა და თან ბოდიშს არ იხდის, ხო? მეორე შანს. ასევე აქ ჩანს ისიც, რომ ძალიან ბევრ რამეში შენ ხარ გულნატკენი და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამ ადამიანს შეურიგდეს, შენ უნდა გააგრძელო მაინც შენი სინათლისკენ წინსვლა, შენი მიზნებისკენ, შენი ოცნებებისკენ და ეს ადამიანი აღარ უნდა იყოს დაბრკოლება შენთვის. და თუ კიდევ მოხდა ისე, რომ ეს ადამიანი ისევ დაბრკოლებებს შეგიქმნის შენ ცხოვრებაში და ისევ გადაგეღობება შენი დიდი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე, ესეც უნდა გაითვალისწინო და ამ შემთხვევაშიც არ ღირს ამ ადამიანის პატიება და ისევ შემოშება შენ ცხოვრებაში. მოკლედ, აქ ჩანს ორი რაღაც. ერთი არის ის, რომ ბოდიში აუცილებლად უნდა მიიღო მისგან და დაინახო, რომ ეს ადამიანი გულწრფელია, შეუძლია საკუთარი ემოციების გამოხატვა, დანაშაულის აღიარება და გაგრძელება ყველაფრის, იმიტომ რომ ეს ურთიერთობაში ყოველთვის ჩნდება წყინა, ყოველთვის ჩნდება ტკივილი და თუ პარტნიორებს არ აქვთ იმის რესურსები და საშუალება, რომ ბოდიში მოიხატონ და გამოისყიდონ თავიანთი დანაშაული, ხო? აქ დაგროვდება წყნები, ნელ-ნელა დაგროვდება და მე გადავა ეს ურთიერთობა ტოქსიკურში და ბოლოს შეიძლება დაიშალოთ კიდევაც ესეთი ურთიერთობა და ოჯახიც კი და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია რომ შეეძლოთ კონფლიქტების სწორად მოგვარება და აღიარება თქვენი დანაშაულის, ხო და აქ უფრო მას ეხება საქმე, იმიტომ რომ ეს ადამიანი საკმაოდ ამაყია, საკმაოდ თვით დაჯერებულია, პარტავნებაც ცოტა შეეპარება ხოლმე და აქედან გამომდინარე არ უყვარს დიდად რაღაცების აღიარება, რომ რამეში არასწორი იყო და შეცდა რა. და ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დააფიქსირო და დაინახო. და ხო, ამ შემთხვევაში მე უკვე ეს ურთიერთობა ნამდვილად გადავა ახალ ეტაპზე, იქნება აქ ოჯახიც, იქნება შვილების და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, მაგრამ თუ ეს ვერ მოხდა, მაშინ შენ ტოვებ მოკლედ ამ ადამიანს და შენ ცხოვრებაში სამყარო მე უკვე გამოგზავნეს ისეც, ვინ შენ შეგეფერება. მთავარია შენ შეგეძლოს, რაც შენი ღირსი არ არის, იმას უთხრა უარი, თორე შენ ენერგიებში მყოფი ადამიანი ყოველთვის გიპოვის და ყოველთვის გამოჩნდება. მოკლედ სულ ეს იყო, რაზეც მინდა და მესაუბრა ამ ლაივზე, პირად სესიებზე მომწერეთ და გაგაცნობთ დეტალებს TikTok-ის ჩატში. ამბეთ თქვენიც წარმატებებს გისურვებთ.